ჩვენ წინა შეხვედრაზე აბრაამის შესახებ შესავალი წარმოვადგინეთ, ზოგადად ეს ადამიანი, ამ ადამიანის ღვაწლები მოვიხილეთ. ძალიან ისეთი, რა ქვია, მნიშვნელოვან დეტალებს შევეხეთ, რომელსაც გავშლით რამდენიმე ლექციის განმავლობაში. ახლა პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის სათქმელი დღევანდელ დღეს გახლავთ ის, რომ აბრაამს მოუწოდებს ღმერთი 75 წლის ასაკში და აბრაამი გამოდის მისი სამშობლოდან, მისი ქვეყნიდან, მამამისის სახლიდან. აი, ვინმე თუ ხელი მოკიდა აბრაამის ცხოვრების შესახებ კალამს და დაიწყო წერა, ყველამ აი აქ მამას მიაქცია ყურადღება, რომ რაღაც აბრაამის ღვაწლი იწყება რაღაცა დიდი დატოვებით. რაღაცას აი ტოვებს მთლიანად დამოდის. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ასკეტურ ლიტერატურაში განსაკუთრებულად იქნება ეს აზრი წამოწეული, რომ იმ გზაზე, რომელ გზაზეც მიდიხარ, ანუ რომელ გზაზეც ღმერთი მოუწოდებს, ამ გზაზე სიავი ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ შენ მანამდე რაც გქონდა იმას ატოვებ, იმას ტოვებ. კვდები ძველი ცხოვრებისათვის და ცოცხლები ახალი ცხოვრებისათვის. ახლიდან იშვები რაღაცა სხვა გზას ადგები. ამბროსი მედიონანის საოცრად ამბობს ამას, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ შენ თავს ანებებ ძველ ბუნებებს და დგები უნებელი ცხოვრების გზაზე. ალექსანდრულ სკოლას ჰქონდა ასეთი ისინი, რა ქვია, ალეგორიები სწორედ აბრაამის მიერ ყველაფრის დატოვებისა. საქმეც ეს გახლავთ, როდესაც მას ხოვარი ამბობს, რომ არავინ ხულსად გაავლებს, ხულის გავლებისას უკანარი ყურება, წინითის და წინე ყურება, რასაც გრიგოლ ღვთისმეტყველის ცოტა მოგვიანებით ბერმუნაზონთან მიერ მიწერილ წერილში მას სიტყვასად გააცხადებს, რომ უკან მოხედვა, ანუ ამ გზაზე შედგომა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას იწყებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ეკლესიის ისტორია. ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც ერთ წმინდანს, რომელიც მიდიოდეს საწოლოებრივ კომპრომისზე. ასეთი არსებობს. აი ეს უკომპრომისობა ხანდახან ხდება ხოლმე არამართებული გაგება, იქ გუშინ მქონდა შეხვედრა და იქ ცოტა არამართებულად ესმოდათ ღვთის გზაზე დადგომის მდგომარეობა და ფიქრობდნენ, რომ ღვთის გზაზე დადგომა ეს გულისხმობს ბერმონაზონად შედგომას და მხოლოდ ამაზეა საუბარი. არა, ეს ასე არ არის. ღვთის გზაზე დადგომა, ღვთის გზაზე მავალობის დაწყება, გრიგონოსელი მიუთითებს პირდაპირ, ეს არის იმპაზიდან გამოსვლა. იმ ბაზიდან ამოდიხარ რო შენაცაზე. არა, მნიშვნელობა. საბერმონაზონო გზას შეუდგები, საქმეა საერო მსახურებაში დარჩები, საზოგადო მსახურებას იტვირთავ, ოჯახის მსახურებას იტვირთავ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ბაზიდან გამოსვლა არის თვითონ ამ გზის დასაწყისი და რაღაცა აზრით, აბრაამის გამოსვლა გულისხმობს ამას, რომ დატოვა, უკან მოიტოვა ყველაფერი, რაც აქამდე იყო. გაწყვიტა ყველანაირი კავშირი, გაწყვიტა კავშირი რას ნიშნავს? მოგონებები კი არ გაწყვიტა. გაწყვიტა კავშირი იმას ნიშნავს, რომ მახსოვრობა გაუკვდა და რაღაც არ ახსოვს, არა, გაწყვიტა კავშირი იმას ნიშნავს, რომ მენტალური თანამშრომლობა შეუძლებელია, სულ სხვა რამესთან თანამშრომლობს აბრაამი და სწორედ ამას იხილავენ ქრისტიანთა ცხოვრებაში, როდესაც იმ ბაზის წყლიდან ამოსულს ესაუბრებენ. მას დათქვამი აქვს ასეთი სიტყვები, შეუდგები ქრისტესა. რას ნიშნავს შეუდგები ქრისტესა? ეს იმას კი ნიშნავს, რომ მე ცოდვას არ ჩავიტან, არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი აზროვნების ნიშნული გახდა ქრისტე, ანუ ქრისტეთი ვიწყებს გაზომვას. რაც მიუღებელია ქრისტესათვის, ის იქნება მიუღებელი ჩემთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დავეცემ, მე ერთხელ ვთქვი და კიდე ერთხელ ვიმეორებ. ტერმინი წმინდა არ ნიშნავს უცოდვას. ტერმინი წმინდა ნიშნავს გამოყოფილს, განსაკუთრებულს, რაღაცა გამიჯნულს, რაღაცა ჩვეულებრივობისაგან, მაგალითად წმინდა პურზე როა საუბარი, ხო, გამიმეორებ ამას. წმინდა პური მას ნიშნავს, რომ სხვა პურისაგან განსხვავებით, სხვა ინგრედიენტებით არის დამზადებული, არა, ეს ზუსტად იმ შემადგენლობით არის დამზადებული, რაც შემადგენლობითაა სხვა პური. მაგრამ ამ პურს წმინდა რო ეწოდება, ნიშნავს იმას, რომ სხვა მსახურებისთვის არის გადადებული, რაღაცა სხვა დანიშნულება აქვს იმას. ამიტომ ჩვენ ვერ ვნახავთ ეკლესიის ისტორიაში წმინდას, რომელიც უცოდველი მთვინიერ ერთისა. ყველა წმინდა დედოფალი ყოველთვის მაგალითზე, ყველა მაგალითზე ზემოდგას, ხო? ვერავის ვერ ვნახავთ, რომელიც უცოდველია და ამიტომ არის წმინდა, ასეთი წმინდანი არ არსებობს. შესაბამისად, მათი წმინდანობა გარკვეულია სწორედ ამაში. ისინი აზროვნებდნენ, მათი ნიშნული იყო იესო ქრისტე. სამიწომავდნენ. ანუ დაცემა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რაღაცას უბრუნდებიან. დაცემა ეს ნიშნავს იმას, რომ წაბორძიდნენ იმ გზაზე, რომელი გზის გაგრძელებაც ისე ღვთისმადლით ხდება. აი ამას აკეთებს აბრაამი. აბრაამი გამოდის, ტოვებს აბსოლუტურად ყველაფერს, ტოვებს მამამისის სახლს, თავის ქვეყანას, თავის ანათესაოს და მიდის იქ შეგახსენებ, სადაც არ იცის რა ხდება.
მეგობრებო, აბრაამთან ეხლა 12 თავი ეს გამოცხადება როცა არის, ერთ გამოცხადება აქვს და მე მეორე გამოცხადება აქვს. ზოგადად ჩვენ აბრაამს ვკითხავ, აბრაამის ცხოვრებას ვკითხავ, გამოცხადებების თელი წყება გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბრაამს წუთში ერთხელ ქონდა გამოცხადება, ან და კვირაში ერთხელ ქონდა გამოცხადება. შეიძლება გამოცხადებიდან გამოცხადებამდე 13 წელმა გაიაროს, შეიძლება გამოცხადებიდან გამოცხადებამდე 7 წელმა გაიაროს. გამოცხადებიდან გამოცხადებამდე აბრაამი ხელმძღვანელობს აი ამ მითითებების სწორედ თავისი განჯის ყვალობაზე, თავის თავისუფლებას ნებელობა ამ ნიშნით სრულად უნდა რჩუნდება. ანუ დამინდა გითხრათ, პირველი გამოცხადება არის ასეთი, რომ დიდი ხალხი გამოვა აბრაამისგან და განადიდებს უფალი აბრაამს. რატო ვაკეთებ ამ აქცენტს? ამ გამოცხადებაში სიტყვაც არ არის ნათქვამი, ანუ როდესაც აბრაამი გამოსვლას იწყებს და წამოსვლას იწყებს და მიატოვებს ყველაფერს, არც არ ეუბნება ღმერთი მას, რომ იქ სადაც მიდის, ღმერთი მას სამკვიდრებელად გაუხდის. სამკვიდრებელს ტოვებს იმ ნიშნით, რომ სამკვიდრებელშიც არ მიდის. რაღაც გაუგებრად მიდის ეს კაცი. მე ეს მეორე გამოცხადებაში ეთქვის ღმერთი, რომ ეს მიწა შენთვის და შენი მოთქმისთვის მომიწია თუ თავიდან რომ აბრაამს რაღაცა მიწის ფლობა ექნება, ეს არ იცის აბრაამი. უამისოდ მიდის. აქაც ნიშანია, აქაც სახია იმისა, რომ აბრაამი მოიტოვებს, აბრაამი უარს ამბობს ყველაფერზე, რაც თავისია და მხოლოდ საფრთხო ამ გამოცხადებას მიუყვება. ახლა რა მინდა ვთქვა? არის საინტერესო კიდევ ამათ კიდას, რომ აბრაამს მოყვება ძმისშვილი ლოტი, გარდაცვლილი ძმის ხარანის შვილი ლოტი და აბრაამს მოყვება სარა. რაღაცა აზრით, როგორც ჩვენ ნოეს შვილებთან დაკავშირებით თავის დროზე, რომ როგორც ნოემ არ იცოდა წვიმის შესახებ, ასევე მისმა შვილებმაც არ იცოდნენ წვიმის შესახებ, მაგრამ ისინი გადარჩნენ მამის მორჩილებით. აი ლოტის და სარას ადევნება აბრაამთან ერთად ახეტიალება გულისხმობს იმას, რომ ისინი შეუდგნენ იმ გზას, რასაც დაადგა აბრაამი. ახლა ამ პირველ გამოცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ აბრაამს ღმერთი დიდ ხალხად აქცევს, ეს არის რაღაცა, ასე ვთქვათ, რაღაცა აზრით მეორე ხარისხოვანი, მთავარი სხვა რამეა ამ გამოცხადებაში ასეთი რამეა ნათქვამი. იკურთხეოდიან შენგანი ყოველი ტომი ქვეყანისა. ანუ შენგან გამოვა ქვეყნიერების ყველა ტომის მაკურთხებელი. მეგობრებო, ვამბობ პირდაპირ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც წმინდა წელი საუბარს იწყებს აბრაამზე გახლავთ არის მოთხოვნა. იმიტომ კი არა აბრაამი დიდი მორწმუნე, იმიტომ კი არა აბაამმა ყველაფერი მიატოვა, იმიტომ კი არა აბრაამი საოცარი ადამიანი. აბრაამზე არა ნაკლებს ნახავ ჩვენ ცოტა ხანში ვიქით შეხვედრას. აბრაამს რომელიც ღმერთისაც სწავს, ის ღმერთის მარტო აბრაამს კი არ ასწავს. სემის მოდმაში გარკვეულ ხალხში ამ ღმერთის შესახებ ხსოვნა შენარჩუნებული. ჩვენ შევხვდებით ამ მთელი ქალაქ სახელმწიფოებია, რომლებიც აბრაამის ღმერთს ამიტოვებს. მაგრამ არც ერთი არ აინტერესებს მოცემას. აინტერესებს აბრაამი რატო? იმიტომ რომ სწორედ აბრაამს თქვა, შენგან გამოვა ქვეყნიერების ყველა ტომის მაკურთხებელი. ანუ მესიანური აქ. ჩვენ აი ამათ ადრე შეგვეძლოს თქვა თავისთავად ხადია, მაგრამ აბრაამთან ძალიან კონკრეტდება ეს და ამიტომ აქ ვამბობ ხოლმე ამას. მეგობრებო, წმინდა წერილი, ბიბლია. ეს არის იმ წიგნების კრებული, რომელიც ტრიალებს იესო ქრისტეს გარშემო. ქრისტემდე საუბრობს ქრისტეზე, ქრისტეს შემდგომ საუბრობს ქრისტეზე. თავარი თემა ბიბლიის არის იესო ქრისტე. შესაბამისად, ვინც აინტერესებს წმინდა წერილს, ოდნავ სიტყვა თუ დაცდება ვინმეზე, ოდნავ სიტყვა თუ დაცდება რაღაცა მოვლენაზე, ყველაფერს აკავშირებს მესიასთან. მის მოსვლამდე და მისი მოსვლის შემდეგაც. ეს არის ცენტრალური ფიგურა, ცენტრალური პიროვნება წმინდა წერილში და მის გარშემო იკრიბება მთელი თხრობა. აი აბრაამი გვაინტერესებს სწორედ ამიტომ. მისგან უნდა გამოვიდეს ყოველი ტომის მაკურთხებელი. ახლა ცოტა მოგვიანებით ჩვენ სხვა დროსაც ვთქვით ამას. ნათლისმცემელი იუდეველებს ეთქვის ასეთ რამეს, ნუ იქადით იმით, რომ ძენი ხართ აბრაამისანი, რამეთუ ძალუც ღმერთს აყვათაგან, ამათგან არ გინება ძეთა აბრაამისაგან. ჩვენ რამდენიმე ადგილას ვახსენებთ ნათლისმცემლის ამ მამხილებელ მიმართვას, ერთი მარტივი მიზეზის გამო. მე ჩვენი ლექციების ბოლოში ამ თემას პირდაპირ შევეხებით. საქმე ეს გახლავთ, მეგობრებო, რომ აბრაამის მოდგმა, რომელიც ახლა აღეთქვა აბრაამს, ეს არის ხორციელი ჩამომავლობა აბრაამისა, მაგრამ სინამდვილეში აბრაამის მემკვიდრეობა გულისხმობს არა იმას, ვინ არის ხორციელი ბიოლოგიური ჩამომავალი აბრაამისა, არამედ გულისხმობს იმას, ვინ არის მენტალური მემკვიდრე აბრაამისა, ვინ აზროვნებს ისე როგორც აბრაამი აზროვნებდა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით შევეხებით ასეთ თემას, რატო არის ქართველი? ასე შევსვლა ქართველი და მოგვიწევს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინი ქართველი სულაც არ არის პოლიტიკური ტერმინი, ეს არის ღირებულებითი ტერმინი. ქართველი ნიშნავს არა ტომ გვაროვნულად ჩამომავალს, არამედ იმ გვარად მოაზროვნეს, როგორი აზროვნებაც ამერთობას ახასიათებდა. მე ვამბობ ხოლმე ამას, რომ საქართველოს ეკლესიის გარეჟრას
მივაქცევთ ყურადღებას ახალი აღთქმის ეკლესიაზე თავისთავად საუბარი პირველი წმინდანები ჩვენი ეკლესიის პირველი წმინდანები ტომით ქართველი ერთ-ერთი იყო ჩვენ არ ვიცით არ ყავს ან არაბია ან სომეხია ან სპარსია არ არის ან ასურელია მერემუდია ეს ქართველი საქართველოს ეკლესიას არ გაუჩევია ტომით ქართველობა და ტომით არაქართველობა აზროვნებით ქართველობა და აზროვნებით არაქართველობა აი ამას არ შეიძლება ტომით ქართველი ყოფილიყო მაგრამ ქართული ერთობას ის შეიწყნარებდა რატომ კი იყო ჩამომავლობით ქართველი მაგრამ არ იყო აზროვნებითი მემკვიდრე მენტალური მემკვიდრე ამერთობის ეს ძალიან საინტერესოა და თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავ ჩვენი დაცემა და ჩვენი გაპარტახება იწყება სწორედ იქიდან როდესაც ეს ტერმინი გახდება პოლიტიკური ტერმინი და ღირებულებითი აღარ იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ნელ-ნელა სხვადასხვა ადგილას შევეხებით ხოლმე ამ საკითხს ახლა თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციო რომ აბრაამთან მიცემული ეს კურთხევა რომ მიკურთხეოდია შენ და ყოველი ტომი ქვეყანისა რატო ვამბობ ამას ეს აბრაამის მოთხოვნა უნდა იცოდეს, არ უნდა იცოდეს. მარტო ის კი არ უნდა იცოდეს, რომ აბრაამის წიაღიდან ვიღაცა განსაკუთრებული უნდა მოვიდეს. არამედ უნდა ახსოვდეს ის, რომ აბრაამის წიაღიდან ვინც მოდის არა მარტო აბრაამის მოთხოვისათვის, არამედ მოდის ყველა ტომისათვის. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სხვაგვარად რო ვთქვა, ზიზღი სხვა ტომისადმი, ან და აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მერჩეული ვარ, ნიშნავს იმას, რომ სხვას მჯობი ვარ, დამღუპელი იქნება აბრაამის მოთქმის წერობას ვერ შეინარჩუნებს. მენტალურად გაუცხოდება აბრაამის მოთქმას. აბრაამის მოთქმის წერობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, როდესაც შენ გეცოდინება, შენი რჩეულობა სხვაზე უკეთესობას კი არ გულისხმობს. შენი რჩეულობა განსაკუთრებული დავალების, განსაკუთრებული მოვალეობის თვითონ გულისხმობს და არა იმას, რომ შენ სხვაზე უკეთესი ხარ და სხვა შენზე უარესია. ეს ძალიან მაგალითად, როდესაც ისრაელი გამოდის ეგვიპტიდან, სანამ ისინი ღირებულებით კონსტიტუციას მიიღებენ და ჩვენ მივალთ ამ ადგილას და ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებს გავაკეთებთ ამას გულწრფელად გეუბნებით და წინ გეუბნებით. აი წინ წერია წმინდა წერილში ასეთი რაღაცა ერთი ჯული გქონდეთ თქვენ, ერთი წესი გქონდეთ თქვენ ისრაელს ეუბნება ღმერთი თქვენს და იმასაც ვინც მსხემად მოვა თქვენ ქვეყანაში, რადგან თქვენს მსხემი იყავით ეგვიპტე, თქვენს მსხემობდით ეგვიპტესთან ქვეყანაში. აი ეს სხვა ტომთან, აი ეს ღირებულებითი ურთიერთობა, ეს არის მეგობრებო მისიონერული ხაზი. მე არ მაქვს პოლიტიკური ურთიერთობები, მე არ მაქვს ეკონომიური ურთიერთობები, მე არ მაქვს სოციალური ურთიერთობები. ეს ყველაფერი არის თავისთავადია სახელმწიფოს უნდა გქონდეს, თავისთავადია ერთობას უნდა გქონდეს, მაგრამ არის რაღაცა ის, რაც მთავარი ვერ იქნება. ჩემი გამსაზღვრელი, ჩემი მოვალეობის გამსაზღვრელი მთავარი ურთიერთობა არის ღირებულებითი ურთიერთობა. აი ეს ისრაელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, აბრაამის მოთქმას ყოველთვის უნდა ახსოვდეს. რომ შენ გაქვს მოვალეობა ყველა ტომის წინაშე, ყველა მოთქმის წინაშე, ვიღაცა გამოვა შენგან ისეთი ვინც საყოველთაო მაკურთხებელი იქნება. ეს ძალიან კარგად გამოჩნდება ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ჩვენ ვნახავთ სოლომონის პერიოდიდან უკვე ეს აზრი პოლიტიზირებული ხდება, ანუ არ ღირებულებით სფეროს ცილდება და სოციალურ-პოლიტიკურ სფერომდე ჩამოდის. ჩვენ ვნახავთ მე ამიტომ ისრაელს რა მოდის. მე აქ რატო დავწერე ამაზე სიტყვა? იმიტომ რომ მესიანური კურთხევა, რომელსაც აბრაამი მიიღებს, აი ამ მესიანური კურთხევის შიგნით იმალება ძალიან საინტერესო დეტალი. ეს არის ის, ვინც არის მოლოდება წარმართა ცოტა მოგვიანებით იაკობის წინასწარმეტყველებაში იქნება გაშერებული. ეს მარტო აბრაამის მოთქმისთვის არ მოდის ყველასთვის, წარმართებისთვისაც მათ შორის. ახლა აბრაამი წამოვა ხარანიდან, შემოვა აღთქმულ მიწაზე. ეს პირველი ტოპონიმი, რომელიც ამ მიწაზე იხსენიება, მეგობრებო, გახლავთ ქალაქი სიქემი. სიქემი ძალიან საინტერესო ქალაქია, ის როდესაც სამეფო გაიყოფა, სამეფოს გააყოფის შემდეგ პირველი მეფე ჩრდილო სამეფოსი ძალიან დიდი რეფორმატორი, ძალიან გონიერი ადამიანი და ძალიან დიდი გაიწვერა. იერობოამ პირველი თავისი ჩრდილო სამეფოს დედაქალაქად აქცევს. ამ პერიოდში, როდესაც აბრაამი სიქემთან მოვიდა, აქ გადის სავაჭრო საქარავნო გზა და ფიქრობენ ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ესაც არის გამოთქმული, რომ მანამ სანამ აბრაამი ამ მიწაზე მკვიდრობის აღთქმას მიიღებდა, მანამ აბრაამი სწორედ აი ამ ცენტრალურ გზაზე მიდის, აი ამ საქარავნო გზას გაუყვება, სადაც ეკონომიური და აი ეს სავაჭრო ურთიერთობები მას რაღაცნაირად ადაპტირების საშუალებას მისცემს უცხო მხარეში. აქ წმინდა წერილში ერთი საინტერესო სიტყვაც არის ნათქვამი, ამასაც უნდა დავუკვირდეთ, საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა წერილი
თითქოს და ისე რა ქვია უმნიშვნელოდ ამბობს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს და ამბობს, რომ მაშინ ქანაანელები მკვიდრობდნენ ამ მიწაზე. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აბრაამი მიდის დაუსახლებელ მიწაზე, სადაც გაჩერდება იქ, სადაც მოუნდება. რამეთ აბრაამი მიდის დასახლებულ მიწაზე, სადაც ესე მარტივად ვერ გაჩერდება. რატო ჩვენ წინა შეხვედრაზე ვქვით, ეპოქაა სხვანაირი. უბრალოდ მიწაზე, როდესაც კავებს გაშლის შენი მეზობელი ტომი, რომელიც ადგილობრივი ტომი, რომელიც სრულად ადაპტირებულია ამ გარემოსთან, მინიმუმ კულტურული შთანხმით დაგემუქრება და ფინანსური და ეკონომიური დომინირებით დაგემუქრება. როგორც წესი და როგორც კლასიკური მაგალითი იყო, მოხდება იმის რა ქვია შენი ხო, ასიმილაცია მოხდება, ასიმილაციასაც თავი ვარ დავანებოთ შეიძლება სამხედრო წინააღმდეგობას წააწყდა და უბრალოდ იმას გიქნა რა ქვია, მონებად გაგიხადო და თავისთან წაგიყვანო. დიდ საშიშროებებს უკავშირდება ეს ყველაფერი. ამიტომ აბრაამის ეს შემოსვლა, რაც როგორც გითხარით, სიმბოლო და ალეგორია ალექსანდრიული სკოლაში ადამიანის ღმერთისაკენ მავალობის გადაწყვეტილებისა აღესრულება რითი უშიშრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ჩვენ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ადგილას შიშს შევეხებით და ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სხვადასხვა სახის შიში, არსებობს შიში, რომელიც სიყვარულს შეექმს და არსებობს შიში, რომელიც წოლვას გვრის და რომელიც ურთიერთობას ვერანაირად ვერ ჩამოაყალიბებს. მაგრამ აი აბრაამის ეს ნაბიჯი ამითაც განიხილება, უშიშრად შედის, ისევე როგორც ქრისტიანს უშიშრად ევალება დაიწყოს სიარული იმ გზაზე, რომელიცაც მისთვის ემბაზის წლებიდან იწყება. მახსენდება ნიკოლოზების საოცარი სიტყვები ქრისტიანებს მიმართავს და ამბობს ქრისტიანები რომ გეშინიათ, თქვენ გამარჯვებულ ომში შედიხართ. ანუ ეს ძალიან ისეთი სიტყვებია, რომ ჩვენ გამარჯვებულ ომში ჩვენ არ შეგვიძლია ომში სადაც უნდა გავიმარჯვოთ. ეს ომი ამში გაიმარჯვა იესო ნაზარეველმა და მისი მოლაშქრები აუცილებლად გამარჯვებასთან აუცილებლად. აი ამის შემდგომ, როდესაც სიქემში დამკვიდრდება, როგორც გითხარით, ეს პირველი ტოპონიმია წმინდა წერილში, ზარქული მიწის საზღვრებში, აბრაამი გადადის ბეთილსა და ხაღაის შორის, ბეთილი ესე იგი დასავლეთით არის, ხაღაი აღმოსავლეთის არის, სიტყვა ბეთილი ნიშნავს, ესე იგი ბეთილი ტოპონიმებია ასეთი, აი ამ ტოპონიმ შორის მოიქცევა, ბეთილი ნიშნავს ღვთის სახლს, ბეთ სახლი ელ უფალი და ხაღაი ნიშნავს ქვების გროვას. ან და რაღაც გატიალებას, გაპარტახებას, ან და რაღაცა შენობა და დაინგრევა ეს შენობა და ეს ქვების გროვადან ნანგრევები დარჩება. რაღაცა სიმბოლურად ჩანს, რომ აბრაამი ამ მდგომარეობას შორის არის მოქცეული. ის წავა ან ღვთისსახლისაკენ, ან წავა გაპარტახებისაკენ. წმინდა წინ გვეუბნება მოსე წინასწარმეტყველი და სხვათა შორის მის ეს ლიტერატურული ჟანრი მის მემკვიდრეებმაც გადაიღეს. წმინდა წინ გვეუბნება, რომ ეს არჩევანი რა არჩევანის წინაშე დგას აბრაამი. აბრაამის არჩევანი გამოხატულია მის ადევნებაში, როდესაც ის ახეტიალებაში ფოსოდოსაც ის ღვთის სიტყვას მიყვება და გამოვა თავისი ქვეყნიდან, მაგრამ აბრაამი ყოველთვის დგას არჩევანის წინაშე. მისი აი ეს ისა რა ქვია არჩევანი ან ღვთისსახლისაკენ წაიყვანს, ან გაპარტახებისაკენ წაიყვანს, რა მინდა თქვა, ეს აბრაამს არანაირი გარანტიების ქვეშ არ აყენებს, რომ მათ ღვთის სიტყვას მოусმინა და ახლა გარანტირებულად ის ყოველთვის ის იქნება, სასტურების მიღმა იქნება და სულიერი ბრძოლის მიღმა იქნება. ასეთი რამე ქრისტიანობაში არ არსებობს. და აი აბრაამის არჩევანი ჩვენ ვნახავთ, ეს არის ბეთილი, ანუ ღვთისსახლისაკენ მავალობა და არა გაპარტახებისაკენ და გატიალებისაკენ სვლა. ახლა მე წინა შეხვედრაზე ვთქვი, მაგრამ ვახსენებ, რადგან ძალიან მჭირდება ეს დეტალი ახლა საქმე ის გახლავთ მეგობრებო, რომ რა ქვია, აბრაამი სადაც მივა იქნება ეს სიქემი, იქნება ეს ადგილი ბეთილსა და ხაღაის შორის, შემდგომ ის სამხრეთისაკენ დაიწურება, ეგვიპტეში ჩავა, ეგვიპტეში ეს ნაკლებად იგულისხმება, მაგრამ ართული მიწის საზღვრებში, სადაც დახეტიალობს აბრაამი, ყველგან სადაც გაჩერდება, ყველგან სადაც მას სამსაკუთრე კარგობის გაშლის მოტივაცია აქვს, აბსოლუტურად ყველგან აბრაამი აკეთებს საკუთრებას. აი, ჩვენ თუ გავყვებით ამ საკუთრებას, დავინახავთ სადადიოდა აბრაამი, საკუთრება კვალსტობს, აი ამ რელიგიურ კვალსტობს აბრაამი. ესეც ნიშანდობლივია მისი ცხოვრებისათვის. რომ აბრაამი გვახსოვს არა იმით, რომ დიდარი იყო, არამედ აბრაამი გვახსოვს იმით, რომ დიდი ღვთისმსახური იყო. რაღაც აზრით გახსოვთ, მეგობრებო, თქვენ გითხარით თავის დროზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. როდესაც ნოესთან დაკავშირებით საუბრობდით, ვამბობდით ასეთ სიტყვებს, რომ ნოეს უდიდესი ღვაწლი არის არა ის, რომ მას ის სახით კაცობრიობა გადარჩა, არა ის, რომ ნოეს შემდგომ კაცობრიობა კვლავ გაგრავლებას იწყებს, არამედ
ნოეს უწინარესი ღვაწლი არის ის, რომ ნოემ შეცვლა შეინარჩუნა რა აბელის ღვთისმსახურება, რომელიც ესათნოება ღმერთს. ამ ღვთისმსახურება იძლევა ასას, იძლევა შინას. ზოგადად მე მინდა გითხრათ, რომ ყველა პიროვნებას, ყველა საზოგადოებას, ყველა ერთს აქვს რაღაცა ფუნქცია, რაღაც შინაარსი, ან კულტურული, ან სოციალური და ან საფეხირებულებითი და ასე შემდეგ. როგორც კი ამ ფუნქციას კარგავს ეს მის არსებობას აზრი ეკარგება. ადამიანის არსებობას აზრი შეუნარჩუნდა არა იმიტომ, რომ ის გონიერი არსება, არა იმიტომ, რომ ის თავისუფალი არსება, არა იმიტომ, რომ ის შემოქმედი არსება, სხვადასხვა ერთმა მითხრა წინა კვირას, ადამიანის დასახასიათებლად ადამიანი არის ერთ-ერთი არსება, რომელსაც თვითმკვლელობა შეუძლია. ათოფიქრებულა რომელზე არასდროს, რომ ეს არის ერთ-ერთი არსება, რომელსაც შეუძლია თავი მოიკლას. ანუ გადაწყვეტილების მკვლელობაზე თავი მოიკლას. არამედ ადამიანის არსებობას აზრი უნარჩუნდება იმდენად, რამდენადაც ღვთისმსახურებაა შენარჩუნებული, ანუ ჭეშმარიტი კავშირია შენარჩუნებული ღმერთსა და ადამიანს შორის, ლიტურგიული საკრამენტალური ურთიერთობა არ დაუღვეულა. აი ამას აკეთებს აბრამი. აბრამის საკურთხევლები ამას გულისხმობს სწორედ. აბრამის საკურთხეველი გულჩვენებს, რომ გრძელდება ის, რის წინააღმდეგაც აღიძრა თავის დროზე დაცემული ძალა, გრძელდება ის, რაც არ სიამოვნებს დაცემულ ძალას. ამიტომაც მეგობრებო, როგორც კი ხდება მოხმობა აბრაამისა და გაჟღერება იმ სიტყვებისა, რომ იკურთხეოდიან შენთან ყოველი ტომი ქვეყანისანი და აბრაამი აი ამ ურთიერთობას საკურთხეველზე დაამოწმებს, შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი გარდა ადამიანისა ესმის ყველსაც. შესაბამისად, წმინდა წერილი საუბარს იწყებს აბრაამზე, საუბარს იწყებს არა მარტო იმიტომ, რომ აბრაამი გამოირჩია ღმერთმა, არამედ იმიტომ, რომ ამ გამორჩევაში იწყება, გრძელდება მაპატიეთ ის ბრძოლა, რა ბრძოლაც დაიწყო სამოთხეში, დედაკაცსა და ხველს, დედაკაცის თესლსა და ხველის თესლს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. აბრაამის ცხოვრება ამ ნიშითაც გვაინტერესებს, ეს ბრძოლა არ გამოიხატება სრულად. ახლა აბრაამის საკურთხევლები, როგორც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვთქვით, არის საინტერესო სახით წარმოდგენილი საკურთხევლები. აბრაამის საკურთხევლის მიღმა არ ჩანს ღმერთი, რომელსაც აბრაამა უკვე საკურთხეველი. უხილავია ეს ღმერთი. ყველა წარმართი, ყველა ქურუმი თავის საკურთხეველს დაგეხასიათებდა და ზუსტად გეტყოდა, რომელ ღმერთს უგებს, რატომ უგებს და ამ ღმერთისაგან რას ელოდება. აბრაამის საკურთხევლის მიღმა არაფერი მსგავსი არ ჩანს. აბრაამი ემსახურება ღმერთს, არა იმიტომ, რომ მისგან რაღაცას ელოდება, არამედ იმიტომ, რომ ამ მსახურებაში შინაარსდება მისი ცხოვრება, სხვანაირად მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. ჰაღარისა და ბეთილის შემდგომ აბრაამი დაიზრება სამხრეთით, იქ ის ხეტიალის ის არის მოცემული, ახლა ამაზე მეთქონდით ყურადღებას არ წავიღებ, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავს გვეუბნება წმინდა წერილი და ამაზე უნდა შევარჩეროთ ახლა ყურადღება. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ სამხრეთისაკენ რომ დაიზრება აბრაამი, აი აქ ჩამოვარდება შიმშილობა და აბრაამი იძულებულია ჩავიდეს ეგვიპტეში. ეს გახლავთ ერთადერთი ადგილი წმინდა წერილში, სადაც აბრაამი ნაშვება, რა ქვია, იღებს გადაწყვეტილებას გამოცხადების გარეშე. იმიტომ ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ზოგადად ჩდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან აბრაამი გამოცხადების გარეშე ჩავიდა ეგვიპტეში, ანუ საფრთხო მითითების გარეშე ჩავიდა ეგვიპტეში, ამიტომაც მოხდება, ამიტომაც ის შემთხვევა იმ განსაცდელსაც ეგვიპტეში დაიწყებოდა ამის შესახებ ახლა ვისაუბრებთ, მაგრამ ნაწილი ეგზეგეტებისა, რომელსაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ, ემხრობა იმას, რომ აბრაამის ამ გადაწყვეტილებაში ძალიან დიდი სითამამე, დიდი ვაჟკაცობა ჩანს, რაც ასევე ღვთისათვის სათნო იყო და ამას ჩვენ დავინახავთ ახლა აუცილებლად. ახლა ისმის ასეთი ძალიან საინტერესო კითხვა. დაუკვირდეთ ამას, იცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანის გასააზრებლად, კაცო. ეს კაცი წამოვიდა დატოვა ყველაფერი დატოვა. შემოვიდა ამ მიწაზე და ღმერთმა უთხრა, დიდ ხალხად გაქცევ და შენგან გამოვა ხალხების, ანუ სხვადასხვა ხალხების მაკურთხებელი. შემდგომ გადავიდა სხვა ადგილას, ანუ იმ ადგილას სიქემთა ფეხი ვერ მოიკიდა, იქიდე ეცხადება ღმერთი, უმეორებს ამ აღქმას და ეუბნება, რომ ეს მიწა შენთვის და შენი მოთქმისთვის მომიცია. უკვე განუმარტავს და უკვე უზუსტებს, რომ ის სიმრავლე, რომელიც სიმრავლესაც გელაპარაკები, აი სიმრავლე იქნება ამ მიწის ფლობელი და ამ მიწის მემკვიდრე. შენ რაც დატოვე იმის წინ დიდ საზღაურს მივსებ შენს მოთქმას. არაფერი ჩანს მსგავსი, რომ ამ მიწის მკვიდრობას აბრაამი იწყებს. იქაც ვერ მოიკიდებს, ფეხს კიდე დაიზრება სახელთისაგან მიდის და რაც უფრო მიდის, უფრო პრობლემები უმრავლდება ამ კაცს და ბოლოს შიმშილობა ჩამოვარდება ქვეყანაში, ისეთი შიმშილობა, რომელიც ჩანს აბრაამში, ხო? ჩანს აბრაამი გააწმილა რაღაც აზრით და ამ კაცმა ეს კაცი რაც ღმერთს შეპირდა, ეს შენ იქნება, იქ ფეხს აღარ იკიდებს, სულ უნდა დატოვოს აქაურობა. ახლა ისმის ასეთი კითხვა, საით უნდა წავიდეს აბრაამი?
ლოგიკურად, რადგან გამოცხადება არ აქვს ა ブラ ამს და არ აქვს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩავიდეს იმაში ეგვიპტეში, ლოგიკურად ა ブラ ამი უნდა წავიდეს იქ საერთოდ წამოვიდა. უნდა დაუბრუნდეს თავის წიაღს, უნდა დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. იქ ეგულება მას, ის აქვია ძველი ურთიერთობები, იქ ეგულება მას ის გარემო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მე არასწორი ვიყავი, რომ წავედი, რადგან რომ წავედი და იმას აქვია ჩემი რელიგიური ახირებების გამო, შიმშილობამდე მივედი და სულ დავკარგე თითქმის ყველაფერი და ისევ ჩემს სამშობლოს უბრუნდები და ძველებურად გავაგრძელებ ცხოვრებას. ა ブラ ამი ჩვენ გაუცებას სწორედ ამითაც იწვევს, მეგობრებო, რომ ა ブラ ამი მიუხედავად ამისა, რომ განჭირებაში ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ღმერთი რასაც ეუბნება ის შესრულდება, ა ブラ ამი უკან დაბრუნებას არ აკეთებს. ა ブラ ამი სამშობლოში დაბრუნებას არ აკეთებს, ანუ გამოვიდა იმისგან. ძველ ცხოვრების წესად დაუბრუნდება, ამიტომ ერთადერთი გზა, სადაც ის უნდა წავიდეს, ეს გახავთ ეგვიპტე, რომელიც ხშირად ხდებოდა თავშესაფარი, ესე ვთქვათ, აი ამ ეკონომიკური გაჭირვების ან პოლიტიკური გაჭირვების გამო დევნილების ეგვიპტე საერთოდ თავშესაფარია ხშირად აი ამ დევნილებისა. ჩადის ეგვიპტეში ა ブラ ამი და აი აქ ა ブラ ამი თავის ცოლს სარას ეუბნება, რომ თუ კი ვინმე იკითხავს, ვინ არის ის ა ブラ ამისათვის, სარამ უნდა თქვას, რომ და არის ა ブラ ამისა და არა ცოლი. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ სარა მართლაც აიყო ა ブラ ამისა, მამა ერთი ყავდათ, მაგრამ დედი სხვადასხვანი იყვნენ. რაღაც აზრით ა ブラ ამი არ იტყუება, რაღაც აზრით არ იტყუება, მაგრამ მაინც ჩდება კითხვა. ჩდება საოცარი კითხვა. რატომ არ ამბობსო ცოლი? პასუხი არის მარტივი. ახლა ეგვიპტელები რო სარა არის ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი და ეშინიათ, რომ ეშინია ა ブラ ამსო სარას სილამაზის გამო მას მოკლავდა. ახლა ა ブラ ამა რო თქვასო სარა ჩემი ცოლია. რო თქვასო სარა ჩემი ცოლია. ეგვიპტელები თავში იკავებენ, კაი რადგან ამ კაცის ცოლი ყოფილა, ხელი არ ხელს არ მოგიდეთ. არა, თუ უნდათ რომ სარას სილამაზე სათავისოდ გამოიყენონ, ა ブラ ქვას მოუკლავენ უბრალოდ ძალიან მარტივად და სარას სილამაზეს შეუქებენ ფარაონს, როგორც ქვრივისა, როგორც იმისა, რა ქვია, ფარაონისათვის გამზადებულისა. ანუ ა ブラ ამი ამით თავის გადარჩენას დაობს. აი აქ უნდა დავსვათ კითხვა. ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით და ამას დავადასტურებთ კიდევ სხვადასხვა ლექციებზე, რომ ა ブラ ამი ძალიან დიდი მოწმენია. ძალიან დიდი მოწმენია. წმენა, მეგობრებო, პავლე მოციქულს რომ მივაქცევ ყურადღებას, ეს არის დაჯერება უხილავისა, ვისაც მომავალში უნდა იყოს, ხო? თუ დავაკვირდებით, აი ჩვენ ლექციის დასაწყისში გვქონდა საუბარი ათეიზმზე და ნეოწარმართობაზე. თუ დავაკვირდებით, მეგობრებო, წმენა არ არის ათეიზმზე გამარჯვება. მე მწამს ანიშნავს იმას, რომ მე ვაღიარებ ღმერთი არსებობს. ღმერთის არსებობის აღიარება არანაირ სულიერ ღვაწლს არ უკავშირდება, აბსოლუტურად არ არის. ის ათეისტია, სადღაც გაჭირვებაში ვაი ღმერთო, მაინც დაიკვირებს. წამოწდება გონებითი რამწესით. ანუ ათეიზმი უფრო გონების სიჯიუტია, ვიდრე ნებელობის აქტი, რომელიც ზოგადად წმენას უკავშირდება. ნამდვილი წმენა არის არა ის, რომ აღიარა ღმერთი არსებობს. ნამდვილი წმენა არის ის, დავიჯერო, რასაც ღმერთი მეუბნება, ეს მართლა ასე იქნება. აი ეს არის წმენა. წმენა არ არის ღმერთის აღიარება, წმენა არის ღმერთის დაჯერება, ამას თვითონ იესო ქრისტე მეუბნება თავის სახარებაში. ამიტომ ხშირად არის ჩვენ აი მისთანაც მაქვს ხოლმე აი ესეთი ხან პოლემიკური, ხან ისეთი პედაგოგიური ურთიერთობა, მათ ვეუბნები, რომ თუ დავაკვირდებით, ჩვენ გარშემო ძალიან ცოტა მოწმენია. ჩვენ წმენა დავყავს იქამდე, რომ ვაღიარებთ იესო ქრისტეს ისტორიულობას, ვაღიარებთ იმას, რომ ღმერთი ყოვლადწმინდა სამებაა, ვაღიარებთ იმას, რომ თუ მოვინათლებით და თუ ვეზიარებით და თუ კარგად ვიცხოვრებთ, მაშინ ამის აღიარება არ არის წმენა. წმენა უფრო მეტია. წმენაა ის, რომ დავიჯერო. ქრისტემ რაც მითხრა, ეს მართლა ასეა. რა მითხრა ქრისტემ? ქრისტემ მითხრა საოცარი რაღაცა. ქრისტემ მითხრა, რომ ბედნიერება არის სული სიგლახაკაში. ქრისტემ მითხრა, რომ ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც მშია და მწყურია სიმართლისათვის. ქრისტემ მითხრა მაშინ, რომ ბედნიერება როცა მდევნია. აი ეს უნდა დავიჯერო, ბედნიერება ამაშია და არა სხვა ურთიერთობებში. და თუ დავაკვირდებით, ხო, მე ჩემ თავზე ვიტყვი, ამის დაჯერების მეშინია, ვინაიდან სხვა კომფორტი მიზიდავს და სხვა ურთიერთობები უფრო მიზიდავს. ქრისტე მითხრა, მე თუ მდევნიდე თქვენს გდევნია. ეს უნდა დავიჯერო, თუ მისი ვარ დევნაში ვარ. ეს კარგად უნდა გავიგო. ჩემი მხრიდან მოწმეობა არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც რაღაც არსებობს. ეს არ არის წმენა. წმენა არის, რომ მჯერა, რაც მითხრა, ეს მართლა ასეა. ეს მართლა აბსოლუტურად.
რა იყო გაიხსენეთ მცირედ მორწმუნეობას ატო აყვაძეს ქრისტე თავის მოწაფეებს როდესაც ყდეთი დახტება ატო აყვაძეს რა არ დაიჯერეს მათ არ დაიჯერეს მასაც მაცხოვარი უნდა ასე უნდა მაცხოვარი რომ ძეკაცისა მიეცემა მოკლავე და მესამე დღეს აკეთებ აი ეს არ დაიჯერეს მათ ის კი არ დაიჯერეს ღმერთის არსებობა არ არსებობა იესო ნაზარეველის არსებობა არ არსებობა ამის პრობლემა არ იყო პრობლემა სხვა რამეში იყო პრობლემა იყო რომ არ დაიჯერეს ისაც უთხრა სიტყვებს არ დაუჯერეს არ ერწყმნენ მის სიტყვებს და როდესაც აბრაამზე როგორც მორწმუნეზე გვაქვს საუბარი უწევს ყოვლისა აბრაამის მორწმუნეობა გადის არა იმაზე რომ აბრაამმა ათეიზმზე გაიმარჯვა ბიბლია ათეიზმს საერთოდ არ იცნობს საერთოდ არ იცის ბიბლია ათეიზმს აბრაამის წმენა უკავშირდება არა იმას რომ აბრაამ ჯერა რომ ღმერთი არსებობს არა ეგ არ არის აბრაამის წმენა აბრაამის წმენა დიდია იმიტომ რომ აბრაამ ჯერა რასაც ღმერთი ამბობს მას განაკეთებს ეს მოხდება ეს არის წმენა და აი ამ ადგილას ნახეთ რა საინტერესო კითხვა ჩდება ღმერთმა აბრაამს უთხრა რომ გაამრავლოს აბრაამ ჯეშვილი აქვს და ახლა თუ სიკვდილის ეშინია აბრაამს ახლა თუ სიკვდილის ეშინია აბრაამს წმენა სადღა თუ აბრაამს მოკლავე როგორ გამრავდება და რადგან ღმერთმა თქვა გაამრავლებო ესე იგი აბრაამი არ უნდა მოკვდეს ხო უნდა ჯეროდეს ამის მაშინ სიკვდილის აკოეშინია აი თითქოს და აი ეს ერთგვარი წინააღმდეგობა ხდება წმინდა წერილში ვერ გავიგეთ აბრაამი ამ შემთხვევაში როგორ მოკვდეს მაგრამ თუ კი იაკობ მოციქულს მოусვენთ და თუ კი წმინდა წერილის სულს კარგად გავიგებთ ნახავთ რომ აბრაამი აქ სუსტად როგორც დიდი მორწმუნე ისე იქცევა როგორც საოცარი მორწმუნე ისე იქცევა ასე ამბობს იაკობ მოციქული წმენა საქმის გარეშე მოტანილია ჩვენ უსაქმო მორწმუნეებს ჩვენ როგორ გითხრათ პასიურ მორწმუნეებს წმინდა წერილში ეკლესიის ისტორიაში ვეღებთ არ არსებობს ასეთი რამე წმენა ნიშნავს არა იმას რომ მე მჯერა რომ ღმერთი ამას გააკეთეს და ფეხი-ფეხზე გადავიდე არამედ უწინარესობისა თუ დავიჯერე მე რომ რაც მითხრა ღმერთმა იმას გააკეთებს ამავდროულად მე დავდექი ვალდებულების ქვეშ ავალდებულების ქვეშ მე ამ რწმენის თანამშრომელი უნდა გავხდე თანამოქმედი უნდა გავხდე გახსოვთ რაღაც ამდაგვარი როდესაც მაცხოვარს გამოცდა აქვს უდაბნოში და სამი შეთავაზება ყველისაგან ერთ-ერთ შეთავაზებაზე რაპასუხს იძლევა ქრისტე ეს არის უდიდესი მაგალითი ყველა მოწმენისათვის რა არა განსადო უფალი ღმერთის შენ ღმერთის გამოცდას როგორც იწყებ იქ წმენას არანაირი ადგილი არ აქვს წმენა მაშინ ვლინდება სწორედ როდესაც შენ ღმერთის გამოცდას კი არ იწყებ თანამშრომლობას იწყებ იმ სიტყვებთან თანამშრომლობას იწყებ იმ გამოცხადებასთან რომელიც ქონდა აბრაამი ახლა როდესაც აი აქ სარას ეუბნება რომ შენ დახარ ჩემი და არა ძოლი ასე უნდა თქვა დიახ თანამშრომლობას იწყებს იმ აღთქმასთან თანამშრომლობას იწყებს იმ შეპირებასთან რომელიც ირწმუნა მან და რაც გულისხმობს რომ აბრაამს ღმერთი გაამრავლებს და მის მოწმას ამ მიწაზე დაამკვიდრებს ანუ არანაირი წინააღმდეგობა ამაში არ არის ჩვენ ვერ ვნახეთ ჩვენ მე გადავალ და ძალიან დიდ პიროვნება შევეხებით ის უნავესწეს და ის უნავესწე იცის ღმერთს მოსესთვის ნათქვამი აქვს მისთვის ნათქვამი აქვს რომ ისრაელს შეიყვანს ახალ მიწაზე და ის უნავესწე არის წინამძღვარი რა უნდა ეკნა ახლა ის უნავესწეს დამждარიყო ხიჭტილის ქვეშ და ეთქვა რომ ღმერთმა თქვა რომ შეგიყვან და ნუ გეშინიათ თქვენ რაც გინდათ ის აკეთეთ მე აქ საქმე არაფერი არ მაქვს ღმერთი თვითონ შეგიყვანთ ასეთი რამე არ არსებობს თუ ის უნავესწე არ გახდება პირველი თანამშრომელი ამ ხალხში ღმერთისა ერთ ხალხი ვერ შევა მიუხედავად იმისა რომ ნაცინასწარმეტყველებია მათი ამ მიწაზე შესვლა ამ გზით ვერ შევა და ამნაირად ვერ შევა აბრაამი ამას აკეთებს სწორედ აბრაამი თანამშრომლობს იმ აღთქმასთან რომელსაც ერწმუნა ბოლომდე ახლა აი აქ რომ აბრაამი სარას ეუბნება რომ შენ დახარ ჩემი ეს თქვი იმას რა ქვია ეს უნდა იყოს ეგვიპტეში ცოტა მოგვიანებით აბრაამს იგივე რამის გაკეთება კიდევ ერთხელ დაჭირდება ფილისტიმელთა ქვეყანაში მეფე აბიმელექთან იქაც იტყვის აბრაამი რომ აბრაამის რა ქვია სარა და არის მისი და არა ცოლი აი ჩვენ ეგვიპტეში ძალიან მოკლედ ხობა გვაქვს ეგვიპტეში რა მოხდა ჩვენ ბოლომდე არის წმინდა წერილი ძალიან მოკლედ მოგვითხრობს ამის შესახებ მაგრამ აი აბიმელექთან ურთიერთობას უფრო უცლად მოგვითხრობს აი მიხვდები ძალიან საინტერესო ცნობას იქ ხვდები ცნობას იმასთან დაკავშირებით რომ აბრაამს სარას აქ კი არ უთხრა ეგვიპტეში ჩასვლისას თქვი დახარ ჩემიო აი სამშობლო და რო გამოდის პირველი გამოცხადება რო ქონდა როგორც კი დაიძრა სახლში მიაქვს შეთანხმება ქმარს და ცოლს სადაც არ უნდა მივიდნენ ყველგან სარამ უნდა თქვას რომ და არის აბრაამისა და არა ცოლი სხვაგვარად თქვა და ეგვიპტეში ჩასვლის წინ აბრაამის სარას აი ამ დავალებას კი არ აძლევს არა ახსენებს იმას რაც ხეტიალის თავში იქნა შეთანხმების სახით დადებული გაიხსენე რომ შენ დახარ ჩემი და არა ცოლი ახლა ეგვიპტეში რო ჩავლენ ეგვიპტეში არის ძალიან საინტერესო მომენტი შეუძლეს ფარაონს სარას კნუკეთილობა სარას სილამაზე ზოგადად ბიბლიაში არის
აი ეს ხაზი სამივე მამამთავარს ყავდა ულამაზესი ცოლი და ამას არ მალავს წმინდა წერილი ყურადღებას აქცევს მათ ფიზიკურ ფუნქციებას შეუკეს ფარაონს სარას სილამაზე და ფარაონმაც ისულა მისი ხილვა მიუყვანეს ფარაონს სარა და ფარაონის გადაწყვეტილება არის ასეთი რომ სარა მის ჰარამხანაში რჩება და ფარაონი მასზე იქორწინებს მეგობრებო ეს ძალიან საინტერესო ადგილია ბიბლიაში ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა ეს კაცი დგება და მიდის და ცოლი ეკითხება ასე სად მიდიხარ არ იცის რატომ მიდიხარ ღმერთმა მიდიხარ რა მისდით მიდიხარ არ იცის არაფერი არ იცის აი აქედან უნდა წავიდეს იცის წავიდი კაი წავა ეს ცოლი ქვას ამას აი ძალიან დიდ ყურადღება ექცევა ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ოქროპირი პირდაპირ ამბობს სარას მაგალითი აიღეთო აი დედაკაცებს ეუბნება ქრისტიან დედაკაცებს აი სარა იყოსო თქვენთვის მაგალითი აი ეს კაცი დგება და მიყვება სად მიყვება არ იცის იცის რომ მიყვება თავის ქვას და აი სიქემში გაშალეს კარვები სარა დედაკაცია და სარას თავის სადიასახლისო კარავი სარა სადაც გაჩერდება აბრაამი სადაც სარას გააჩერებს ფიქრობს რომ აი ახლა ეს სადიასახლისო კარავი რო გაიჩერა აი ამ კარავში ექნება მათი ყოფობა და აი აქ დასახლდებიან ისინი ეს ქმარი ამის ქმარი მოდის შევა და ამ კარავს ააყრევინებს თვითონაც არ იცის რამდენჯერაც გაშალის კარავი იმდენჯერ აყარეს რამდენჯერაც აბრაამმა თქვა რომ აი აქ გავჩერდებით იმდენჯერ თქვა რომ აქ აღარ ჩერდებით სხვაგან მივდივართ სარა ვერ დამკვიდრდა თავის ადიასახლისო კარავში და რატო ვერ დამკვიდრდა არასმის აბრაამი ეუბნება რომ ღმერთს უნდა და რა უნდა ღმერთს სახლიდან გამოგვიყვანა აქ მოგვიყვანა და ბოლო ამ ღმერთს რა უნდა გამაგებინე ხო რა უნდა შიმშილობამდე ჩაგვიყვანა შიმშილობამდე კი არ ჩაგვიყვანა ოჯახის დაინგრა ცოლი ქმარი გაეხარა ერთმანეთს აი ამ ღმერთის სახელი იმ ღმერთმა რომელიც მიწა შეპირდა სიმრავლე შეპირდა არც მიწა მისა არც სიმრავლე მისა აშიმშილა ეგვიპტეში ოჯახი დაანგრია ის ცოლი ფარაონს მიყავს ქმარი აკიჩება რაზია ლაპარაკი და სარას გაუჩნდა უნიკალური შანსი აი ამ გაუგებრობიდან გამოვიდეს და გახდეს ეგვიპტის დედოფალი გაუჩნდა უნიკალური შანსი იმისა რომ ეს ქმარი გაუგებროდ დაახეტიალებს აქეთ იგი და ბოლო შიმშილაბამდე რომ მიიყვანდა ბოლო ოჯახის დაანგრევიდა აი ამ გაუგებრობიდან გამოვა და ეგვიპტის დედოფალი გახდება ეყოლება მონამხევლები იქნება შვიდად იქნება წყნარად შიმშილი არ შეაწუხებს დევნა არ შეაწუხებს უცხოტომელების ის არ შეაწუხებს უცხოტომელებიდან რაღაცა თარეში არ შეაწუხებს დამშვიდება და თავის სადიასახლისოს დედოფლის სტატუსით ეს ქალბატონი გამართავს მეგობრებო ეგვიპტის დედოფალი რო გამختارიყო სარა ამისთვის ერთი რადგან ახავს ვეღანახავში როა ეს ქალი ხვალიდან თქვენი ქალბატონი თქვენი კნეინი იქნებაო მეორე დროს ხოცოსო გადაწყვეტავენ ასე კი არ არის იქ დროა წლებია გასასრული ამისათვის სარამ უნდა კარგად გაიცნოს ეგვიპტელი ღმერთები სარამ კარგად უნდა გაიცნოს თავისი მომავალი ქმრის ფარაონის ღვთაებრივი დიდებულება სარამ კარგად უნდა გაიცნოს ეგვიპტის რელიგიურ პოლიტიკური შინაარსი დედოფალს ძალიან დიდი სტატუსი ჰქონდა ეგვიპტეში და ზოგადად ფარაონი რა არის ჩვენ ცოტა მოგვიანებით როდესაც მონარქიის ინსტიტუტის დაარსებაზე ვისაუბრებთ იქაც ვახსენეთ მე ამ დეტალს ფარაონი ღმერთია ეგვიპტეში ცნობილი ერთი ამბავი ეგვიპტელი ჯარისკაცისა რომელსაც უთხრეს რომ ისავა რა ქვია მოემზადებო ხვალ ფარაონთან გეკრება შეხვედრაო და ამ ჯარისკაცმა ისე ინერვიული ღამეს მოხვდა რატო ინერვიულდა ამ კაცს უთხრეს ფარაონს უნდა შეხვდა და ფარაონი ვინა ამ კაცის კაცი მეორე დღეს ელოდებოდა რომ ღმერთთან უნდა წამყარიყო პირისპირ და ფსიქოლოგიურად დაეთქუნა ძალიან ფარაონი ამ ღვთაებრივი დიდებულების ტიტულის მატარებელი იყო რასაც მისი ქურუმები ის შესახებ იდეასაც მისი ქურუმები ძალიან ისე წარმატებით ავრცელებდნენ ეგვიპტეში და შესაბამისად სარა რომ აი ღვთაებრიობის ცოლი გახდეს სარას კანის ფერიც კი უნდა ჩაუმუქდეს ეგვიპტურ ყაიდაზე უნდა მოეწყოს ეს ქალი და ამიტომ ამას ჭირდება დრო ძალიან დიდი დრო და ამ ძალიან დიდი დროის განმავლობაში აბრაამი მარტოა და აბრაამი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამ ძალიან დიდი დროის განმავლობაში სარა მარტოა და აი აქ ჩვენ საუბარს ვალცელებთ ამით სარა ძალიან მძიმე მდგომარეობაში გაუგებარია ეს ქალბატონი ისე როგორც გაუგებარია მისი ქმარი ამ ქალბატონსაც რომ გაუგოთ უნდა წმენა გქონდეს და ისევე როგორც რომ გავუგოთ მის ქმარს წმენა უნდა გქონდეს გაუგებარია ეს ქალი რატო იტყვის მე აბრაამთან სარა თუ არ გამოხატავს ამ სულს სარას ნებელობა თუ არ იქნება ეს აბრაამის მოდგმა სარასთან არ გამრავდება მონახავს ვინმე ღმერთი ვისგანაც აბრაამის მოდგმა გამრავდება მაგრამ არა სარა როგორც აბრაამა გადადო თავი ღვთისმსახურებისათვის მეგობრებო
აბრაამის კვეთით ვახსენებთ სარას. სარა მას თავი გადადო ღვთისმსახურებისათვის. სარას არჩევანი აბრაამი მინდა მე. აბრაამთან ხეტიალი მინდა მე. აბრაამთან გაუგებრობა მინდა მე. აბრაამთან შიმშილობა მინდა მე. აბრაამთან შიში მინდა მე. არ მინდა ეკულტურის სიმდიდრე, არ მინდა ეკულტური საქმე კომფორტი, არ მინდა ეკულტური დიდება და პატივი. აბრაამ რატომ და აბრაამთან? ორი რამის გამო, უბრალოდ ერთი რამის გამო, რომელიც მეორეში შეიძლება დაილეკოს. აბრაამთან ღმერთი. იცის ეს სარა. გაუგებარი ღმერთი, მაგრამ ღმერთია. ამიტომაც უყვარს თავისი ქმარი, ძალიან უყვარს თავისი ქმარი. თავისი ქმარი უყვარს სწორედ ამიტომ. ღმერთზე უფრო კი არ უყვარს, არა ღმერთში უყვარს თავისი ქმარი. ღმერთთან უყვარს თავისი ქმარი. ამიტომაც სარას ვერაჯობა ეგვიპტურმა ხილმა. სარა უარს ამბობს. თავისი გადაწყვეტილებით სარა უარს ამბობს იმაზე, რომ გახდეს ეგვიპტის დედოფალი. მეგობრებო, მე ყოველწლიურად გეუბნები. რომ თუ არა ის დიდებული და საოცარი ქალბატონები, რომლებიც მამამთავართა ისტორიაში, ამ დიდი მამამთავრების გვერდით არიან წარმოდგენილები. ჩვენ უბრალოდ ბიბლიური ისტორია ასეთი არ გვექნებოდა. მათი უდიდესი დამსახურება, გენეალოგიური ნუსხა, რომელიც სია, რომელიც მოცემულია მათე მახარებას. იხმარდო მამაკაცების სახელი არ წავიკითხოთ. მათ გვერდში დგანან ვიღაცა ძალიან დიდები, განსაკუთრებულები, აი ეს ქალბატონები, რომლებიც არაფრით ნაკლები თანამოღვაწენი იყვნენ იმ გზისა, რა გზითაც დადიოდა საფრთხოგანგებულება და რა განგებულებამაც ჟამთა სიცავსისას შეუხვია ბეთლემისკენ ერთი მშვიდ საღამოს და კაცობრიობას ამოუწინდა სიცოცხლის სიხარული. სარას გადაწყვეტილება არის. მე მინდა აბრაამთან. რატომ არ ვიცით? ეს მორწმუნის გადაწყვეტილებაა. მორწმუნის რომ გაუგებო, მორწმუნე უნდა იყოს. მორწმუნის გადაწყვეტილება რომ გაანალიზოს, შენც უნდა წამდეს იმნაირად. სხვანაირად ვერ გაუგება, ამიტომ არის ხშირად მორწმუნის გადაწყვეტილება, მორწმუნის ნაბიჯი გაუგებარი ხდება ხოლმე ის მერე გამოჩნდება, რომ ამ კაცმა ეს რა გააკეთა, თორე იმ მომენტში ხშირად გაუგებარია, რატომ სხვა სიმაღლეზე და სხვა სიმაღლებიდან ფიქრობს და იმიტომ. სწორედ ამიტომ წმინდა წერილში წერია. შეაჭირო ღმერთმა ფარავნ. სხვაგვარად ვთქვათ, სარასის გადაწყვეტილება რომ სისულეში მოვიდეს, მოდის რაღაცა გაჭირვება, მოდის რაღაცა პრობლემები, კატაკლიზმები იწყება ფარაონის აი ამ სამეფო კარის შიგნით. რითი შეაჭირვა ვიცით. ჩვენ მეორე შემთხვევა, რომელთაც ავიღეთ ასევე პარალელი აბიმელექ მეფესთან იგივე ამბავი რომ გამეორდება. რითი შეაჭირვა აბიმელექის სახლი ვიცით, იქ წერია. შობადობა შეწყდა. ფიქრობენ სავარაუდოდ ეგვიპტეში რაღაცა მოხდა მუცლადღებული ვინც იყვნენ მათი მოსვლა მუცელშივე და ესე იგი ვეღარ ფეხმძიმდებოდა აი დიდი დროის განმავლობაში გითხარით რომ ორი სამი დღე არ იყო სარა ფარაონთან. სარა ფარაონის სასახლეში დიდხანს უნდა ყოფილიყო და მოხდა გამოძიება, შეიძლება ქურუმება ჩვენ გვაქვს წმინდა წერილში მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ღმერთი უშვებს მოგვის პირით, ქურუმის პირით, კერცაყურის პირით თავის სიტყვის თქმას აალაპარაკებს მათ სავარაუდოდ აი ქურუმს მიეცა ცნობა იმასთან დაკავშირებით რომ ფარაონის სახლში არის ვიღაცა ისეთი რომელმაც აი ეს პრობლემები შემოიტანა ამ სახლში მისი გაშვებით ეს ამ პრობლემებისაგან ღმერთი იხსნის ამ პრობლემებს ღმერთი მოაცილებს ფარაონის სახლს მიხვდნენ რომ ეს არის სარა და აქ გაიგეს რომ სარა და კი არ არის მარტო აბრაამისა არამედ ცოლია და დაუბრუნებენ აბრაამს ხელუხლებას მეგობრებო ხას უსვა ხელუხლებას დაუბრუნებენ სარას აბრაამს აქ ერთი დეტალია კიდე რომელიც ასევე მინდა გავითვალისწინოთ მეგობრებო საქმე ის გახლავთ რომ იმის გამო რომ სარა სადედოფლოდ ამზადებდნენ თვითონ სარა ამზადებოდა სარა სადედოფლოდ ამზადებდნენ და იმის გამო რომ სარა დადარი გამოცხადებული აბრაამისა აბრაამთან დაკავშირებით ახლა რომ აბრაამს კეთილს უყოფდნენ ეგვიპტელები ეს კეთილს უყოფდნენ რას ნიშნავს არ ვიცით მაგრამ სავარაუდოდ გულისხმობთ რომ მის ეს ვაჭრობის საშუალება გადასახადებისაგან გაანთავისუფლეს და აი რაღაცა ესეთი კომფორტულ სიტუაციაში მოაწყეს რაც უნდა იყოს გამოძახილი იმისა რომ აბრაამი რომ გამოდის ეგვიპტიდან ძალიან დიდარია აი გავლენიანი შეიხის ავტორიტეტით გამოდის ეგვიპტიდან დაუბრუნებენ სარას აბრაამს და სარამ და აბრაამს და სარას გაუშვებენ შეგვიძლია ვთქვათ გამოაძელებენ გაიშტუნებენ ეგვიპტელთა მიწიდან მეგობრებო მე წინ მინდა გითხრათ აბრაამმა თავის ცხოვრებაში გადაიტანა ყველაფერი რასაც გადაიტანს ის მოთქმა რომელიც მოთქმაც ღმერთმა უყავდა აბრაამს ჩვენ ნახავთ ცოტა მოგვიანებით რომ აბრაამის მოთქმა ასე იხეთიარებს აბრაამის მოთქმა ამ მიზეზით ჩავა ეგვიპტეში
აბრაამის მოთქმა იქ გამდიდრდება, აბრაამის მოთქმას იქიდან გამოყრია და აბრაამის მოთქმა აი ესე დიდარი და აი ესეთი გამარჯვებული და გამართული შევახმულ მიწაზე. ყველაფერი გაიმეორა. ის ტანჯვაც კი გადაიტანა აბრაამმა, რასაც მისი მოთქმა გადაიტანს ეგვიპტეში, როგორ ამის შესახებ ჩვენ ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ. აბრაამი გამოდის ეგვიპტიდან, გამდიდრებული წინასახე აბრაამის ეგვიპტეში ჩასვლა, მისი მოთქმის ეგვიპტეში ჩასვლისა, მაგრამ უფრო დიდ წინასახეს ხედავენ, ეს გახლავთ მისი მოთქმიდან, ვინც არის არქმენიან მესიის ეგვიპტეში ჩასვლის წინასახე და შესაბამისად მესიის ეგვიპტეში ჩასვლა წინასახე და ალეგორია მისი ჯოჯოხეთში ჩასვლისა, ამიტომ აეგიპტოს რაც არის სიბნელე, სიშავე, ასევე განიმარტება როგორც ქვესკნელად, როგორც ჯოჯოხეთის სიმბოლოდ და აი ამ ასევე ამ ალეგორიების ყვალობაზე ნათქვამია რომ ეს არის წინასახე მაცხოვრის ეგვიპტეში ჩასვლისა და ჯოჯოხეთში ჩასვლისა, რომელიც თავისთავად ცხადია, ცოტა მოგვიანებით აუცილებლად აღასრულება. მაშასე აბრაამი ამოდის უკან ნეგების მხარისაკენ, ის მივა ისევ წინანდელ ადგილას, სადაც ჰაღაისა და ბეთელს შორის სამსოფლო აღუდა, ეს სამსოფლო მას თავისთავად ცხადია იქ დახვდება და აქედან გადადის ქებრონში, მამრეს მუხასთან. მეგობრებო, მამრე გახლავთ ადამიანის სახელი, რომელსაც ეკუთვნოდა ის მუხნარი, რომელიც მუხნართანაც დასახლდება აბრაამი. უბრალოდ მუხას ვამბობ, ჩვენ ერთ მუხას ვამბობ, ეს მამრე ადამიანის სახელია, მას ორი ძმა ყავს და საკმაოდ გავლენიანი ისინი არიან, საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები არიან და ეს მუხას ვამბობ, ვინაიდან ის ცნობილი შეხვედრა, რომლის შესახებაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, სწორედ ერთ მუხასთან აღესრულა და ეს მუხა მთელი მუხნარის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი. აი ამ დღესთან ახლოს დასახლდა აბრაამი. მაგოდის ეს დაგვიყვება ლექსის დაწყება და ამით ავასრულებთ. ანდობთ ხო, და ესეა ვეცადოთ რომ მასალა მამო მე მეგონა მამა ანდრიასთან დავუდებოდი თქვენზე არ მაქვს არანაირი ისა ხო და გამithვალისწინებ შემდეგ იმისთვის რომ იქნება მეცე დავუწყოთ ხო მე არ დავუდგოთ ხო გასაგებია ერთი 4 ლექცია მათ დამჩა იმ იმაში რა სამხატვროში ხო და მე აღარ მეკრება მე ამის ხალხასთან როდესაც სარას ხელუხლებას უბრუნებენ საყვედურსაც ეუბნებიან რატო არ გითხარი ანუ აქ თუ სწორად მოაქვს აბიჯერთან ეუბნებიას სიქანის ჩვენ უბრალოდ ამ იმას იმოშევით რომ კოპირებას ვახდენთ ამ იმისა სავარაუდოდ აქაც მოხდა ეს არ არის გამოიწვია ჩვენ არ ვიცით თითში არჩივა ჩვენ არ ვიცით რა დიალოგი იყო აქ უბრალოდ აი ეს არის თანხმობა თუმცა შენი კითხვა საინტერესო ვიცი რომ ამ იმელეთის მოტივაცია რა აბრაამის მოტივაცია რატომაც თავიდანვე თქვა რომ სანამ ყველგან უნდა თქვა და არის რა არის ის ხალხი რაც ნეობის ხალხი და რაც გააკეთებს ხო ანუ მე მესმის წინა ლექციაზე მგონი შოთამ დასო ეს კითხვა რომ რა კაცობა იყო ესო და უბრალოდ ხეთიალოთა და რაშია მისი მორალია და ეს ცოტა პატრიარქალური მამაკაცური თვალსაზრისით ჩვენ გვეპაზორება ეგეთი რა ჩვენ ამბობთ ჟარგონისთვის გვეთაკირება რომ რაღაც შენი ცოლითულა რატო ამბობ რომ შენი და ის სხვა დრო დაცა და ცოლიც რასო სხვა სისტემა სხვა აბსოლუტურად ზნეობრივი მაგრამ მე სწორად მესმის რომ წინდა წერილი გვასწავლის რომ ეს შაგონებით კეთდება აბრაამის მხრიდან რა აბრაამმა იცის რომ ამით ის არაგდებს თავს საფრთხეში არაგდებს სარას საფრთხეში შეიძლება ითქვას რომ რადგან ის წინასწარმეტყველია ის წინასწარმეტყველებს იმას რომ სარა მას ხელუხლებელი დაუბრუნდება ასე ასრულდება მასე რა კაცობა შვილს რომ ფიჩხზე დააბავდა უიარაღო გააჩნია რა პერსპექტივები ახორს დაუქნებ ხო და რა რომელიც ემსახურები მაგისთან შვილს რომ გაკლევებს ჩვენი განმოსახედიდან მაგრამ მას ესე რაცხება უბრალოდ საზომი ამიტომ ჩვენი საზომები ძნელი ასაზომია აბრაამის ხო აბრაამი ღვთისმსახურება ეს არის ღვთისმსახურება როგორი აი იქ საფრთხო განგებულებას აწვდა აი ერთ ადგილას არის სიდიდე არის მორჩილებაში ანუ ესმის ჩვენ ხო არ ვიცით როგორ ესმის რა აბსოლუტურად გითხრა იღებს ბრძანებას და ასრულებს აქედან გამომდინარე მისი ეს თქმა რომ სარაზე რომ არა მარტო ესა არა მეუღლეც კი არა ხო უბრალოდ დახარა ესეც სიცრუე თქვა სიცრუე თუმცა არც სიცრუე სიმართლეს ამბობს და ხო მაგრამ ბოლომდე არ თქმა
ну აი ესეთი რაღაცები ჩვენი გადმოსახედიდან არ გასმის და ალბათ რა კაცობა და რამით და ჩვენ ბოლცოდა მოგვიანებით ამ ფაქტორს დავაკროვებთ და მასე ქალაქ და ბავშვებს ხოცავენ ხო როცა ქალაქებს იღებენ და რა კაცობაა ჩვენ ვიტყვით ჩეული ერაცხება ეს ყვაყვაზე არჩე ჩვენ ვიტყვით იმას რომ აი ეს გაუგებრობები დააგროვა ღმერთმა იმიტომ რომ ყველაზე დიდი გაუგებრობა ჩვენებიდან ჩვენთვის ეს არის გოლგოთა ჩვენ ნახავთ გოლგოთის გაუგებრობას რომ გოლგოთა არც ერთ ლოგიკაში აღჭდება აი არც ერთ ლოგიკაში აღჭდება სწორედ ეს ალოგიკურობა არის ის რითაც თხოვდება გველი საზროვნება გველი საზროვნება არის მიზეზშედეგობრივი და აი საფრთხო ლოგიკა ესეციური ლოგიკა მიზეზშედეგობრივობაზე რაღაც სხვა არის ვიდრე მიზეზშედეგობრივობა აი აქ უკროპილი შესახებს პირდაპირ ერთ იმაზე რა ქვია აპიონიდან ერთ კატეგორიაში შესახებ ჩვენ მივართ იმ ადგილამდე რომელ ადგილზეც იწვევს ხო იწმინდა სიცოცხლე აქვს ეს ხო შეიძლება სიცოცხლე წმინდა იყოს მაგრამ ბასილიდიცაც შევხედავთ ჩვენ ბასილიდიცას დაუკავშირებით და ვნახავთ რომ როგორც მოიმზაკვარა გველმა ადამიანს გველიც მომზაკვარებული უნდა იყოს და საფრთხო სამართლიანობა შეესაბამება აი ეს პარალელები კეთდება დიდი მადლობა კაი ხახუთიში და გავიქეცი